ტრადიციული სახალხო დღესასწაული შუამთობა მასშტაბურად აღინიშნა ბეშუმში დამსვენებლებისთვის და ჩამოსული სტუმრებისთვის ჩატარდა სხვადასხვა სახის გასართობის შეჯიბრება თუ ღონისძიება, ასევე კონცერტი, ხოლო მოქალაქეებს სიტყვით პრეზიდენტმა, პრემიერმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მიმართეს, როგორ მიმდინარეობდა დღესასწაული, ვნახოთ სიუჟეტი. ეს ანსამბლი ბერმუხა. სწორედ მათ მიერ შესრულებული სახასიათო აჭარული ცეკვით გაიხსნა შუამთობისადმი მიძღვნილი ღონისძიების საზეიმო ნაწილი. სახალხო დღესასწაული კურორტ ბეშუმში ადგილობრივი და მოწვეული ანსამბლების თუ სოლო შემსრულებლების მიერ კონცერტით აღინიშნება. შუამთობა მთაში იალაღებზე ზაფხულობით მცხოვრები მემთეურებისთვის მიძღვნილი ტრადიციული დღესასწაულია და სტუმრები ამ დღეს სწორედ მათ ულოცავენ. წელს დღესასწაულს ბეშუმში გასულ წლებთან შედარებით მეტი სტუმარი დაესწრო. მათ შორის სტუმრების დიდი ნაწილი მთაში სწორედ ამ ღონისძიების გამოვიდა. თბილი გარემო იყო ძალიან. არა, მეორე თვარ ამოსული და კმაყოფილებით მივდივარ, ძალიან კარგი იყო ყველაფერი. ყოველთვის ვიცოდი, მაგრამ პირველად ისე მოხერხდა რომ ვერ მოვდიოდი და პირველად მოვედით ახლა. და კონკრეტულად ნაწილი რა ვიცი კონცერტი სხვა რა ვიცი. ყველაფერი კარგი იყო მთლიანობაში. ფრონტობა ეს არის ჩვეულებრივი ტრადიციული დღესასწაული, როდესაც იკრიბება ხალხი, ზეიმობს, ერთად აღნიშნავთ, გამოირჩევა სტუმართმასპინძლობით. ეს დღე და რა ვიცი, აი ბევრი მხიარულება სუფევს ირგვლივ, ძალიან სასიხარულოა. თუმცა მე ხშიპი აქ პირველად ვარ წელს შუამთობაზე და ვარ აღფრთოვანებული. მომეწონა ძალიან კონცერტი, გამოსვლები, ახალგაზრდების ბერმუხასი განსაკუთრებით. კარგი იყო, მაყოფილი ვარ. პირველად ვარ სამეგრელოდან. ძალიან კარგი, მოჭარბებული, დადებითი. კარგია, როცა ადამიანებს აქვს განწყობა იცეკონ იმღერონ და პოზიტივი შექმნა. შუამთობის დღესასწაულისთვის სპეციალურად მოეწყო აგრობაზრობა, ბავშვთა გასართობის სივრცეები, ფოტოკუთხეები და სივრცეების სპორტული შეჯიბრებისთვის. გაიმართა ამ ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი შეჯიბრება დოღი. ცხენოსნები ბეშუმში საქართველოს სხვა კუთხეებიდანაც ჩამოვიდნენ. შუამთობაზე მოწყობილ საგამოფენო სივრცეებში წელს ყველაზე მეტი მეწარმე ქალი ჩაერთო. Რამოდენიმე წელია ვარ ინდ მეწარმე, უღებულობს სხვადასხვა ღონისძიებაზე მონაწილეობას, ვაკეთებ სხვადასხვა აქსესუარებს, ვქსოვ და ამით მაქვს შემოსავლის წყარო. დღეს როგორც მეწარმე მეორე თვარ წარმოდგენილი ვარ ადგილობრივი მკვიდრი, მაქვს ჩემი ნატურალური ჩურჩხელა გამოფენილი და ვფიქრობ დღე ლამაზად და ნაყოფიერად ჩაივლის. გილოცავთ ყველას ჩვენს ძვირფას ტრადიციულ დღესასწაულს. შუამთობის დღესასწაული მოიალაღეებს მთავრობის წევრებმა მიულოცეს. ღონისძიებაზე სპეციალურად ჩამოვიდნენ საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი. ჩემი და ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს სწორედ მაღალმთიანი აჭარის განვითარება. ახალი ინფრასტრუქტურული პროექტებით, ტურისტული პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებით და ათვისებით ჩვენ შევძლებთ და მოვახერხებთ მაღალმთიან რეგიონში შეწყდება მიგრაცია, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი რეგიონის, ჩვენი მაღალმთიანი აჭარის განვითარებას. საამაყოა მართლაც მნიშვნელოვანი დღესასწაულია, იმიტომ რომ აქ ერთიანდება მთა და ბარი. აქ ხედავ მე უხუცესებთან ერთად ძალიან ბევრ ახალგაზრდას. სწორედ ეს არის ტრადიციის გაგრძელება. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს არასდროს არ გადაშენდება. არაფერი ისე არ ინახავს ქართულ სულს და ქართულ ტრადიციებს, როგორც ქართული მთა და ამ კუთხით გამორჩეულია მაღალმთიანი აჭარა და ეს არის რა თქმა უნდა თქვენი დამსახურება, თითოეული თქვენგანის დამსახურება. ყოველ ჯერზე, როდესაც ჩამოდიხარ ზემო აჭარაში, ყოველ ჯერზე გაუცებს ის თავისი ბუნების განსაკუთრებული სილამაზით. მაგრამ ყველაზე გასაოცარი რაც არის, ეს არის ის განსაკუთრებული სითბო, რომელსაც აქაური მოსახლეობა გიზიარებს. შუამთობა არის ტრადიციული დღესასწაული. ტრადიცია კი როგორც აქ მაღალმთიან აჭარაში ამბობენ, კაკლის დიდხეს გავს, რომელსაც ძლიერი ფესვი და ფართო ჭრილი აქვს, რომ თავარია ამ ჭრილში მოხვედრის სურველი არსებობდეს ვინმე. ეს ჭრილი ყველას იწევს, ყველა თაობას. მე მიხარია რომ ამ პირობით საჩდობელში დღეს ძალიან ბევრი ადამიანი შეიკრიბა. შუამთობას ბეშუმში უკვე 100-წლოვანი ისტორია აქვს. სახალხო შეკრება ტრადიციულად მას შემდეგ გადაიქცა, რაც საზაფხულო იალაღებზე დროებით მცხოვრები მემთეურების მოსანახულებლად ოჯახის წევრები მთაში ერთდროულად ადიოდნენ. შუამთობაზე სხვა კუთხეებიდან ჩასული სტუმრებისთვის ადგილობრივი კულტურის გაცნობის ერთ-ერთი ნაწილი ნიშნობის ინსცენირებაა. ღონისძიებაზე დააჯილდოვეს ადამიანები, რომელთაც საპატიო ხულოელის წოდება მიენიჭათ.